ზებულონის ანგელოზი, ასე ვთქვათ, სიკვდილის ცისფერი ანგელოზი არის თავად ნესტანი. და სიკვდილი არის ის მომენტი, როდესაც მას ზებულონს მიეცემა იმის საშუალება, რაც ამ ქვეყნად არ დასალდა. ქარჩხაძემ ამ რომანში ასახა, რომ აი ამ რაღაც გამოუთქმელი, მარადიული, ამაღლებული მისწრაფებების ადგილი ამ ქვეყნად არ არის. და ის სივრცე, სადაც ეს მისწრაფებები შეიძლება განხორციელდეს, ამ სივრცეს ქმნის სწორედ სიკვდილი. და აქ ზებულონის მისწრაფებები ფაქტობრივად თავს ავლენს თავისი აბსოლუტური სახით. მე მახსენდება ერთი ცნობილი მოაზროვნის ფრაზა, რაღაც სიურრეალისტი იყო ანდრე ბრეტონი მანიფესტი ეკუთვნის და ვიტყვი ხა რატომ რომ მე მჯერაო, რომ ერთი შეხედვით და ორი ისეთი ურთიერთსაპირისპირო რამ, როგორიც არის ოცნება და რეალობა, გაერთიანდება ერთ აბსოლუტურ ჰიპერრეალობაში. ბოლოს ეს რომანი როგორც მთავრდება, მან დგება სწორედ ეს აბსოლუტური ჰიპერრეალობა, ზერეალობა, სადაც აღარ არსებობს ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის, სადაც ოცნება ბოლომდე შეისხამს ხორცს და სადაც აღარ არის ეს დუალობა, აღარ არის გაპობა და გახლეჩილობა, აღარ არის ზებულონი და ზებულონი, ნესტანი და ნესტანი, აღარ ზღვარი აღარ არის ნესტანსა და ზებულონს შორის და აღარ ზღვარი აღარ არსებობს სინათლესა და სიბნეles შორის.